მოგესალმებით, თითოეულ თქვენ დაკარგეთ. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერთ გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, რომ დამეხმარეთ რა გაშლები გავაკეთოთ თქვენთვის, რა არის საინტერესო და კიდევ ერთი გაშლა, მინდა ესეთი, ვინ მოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე ნეგატიურად, ხო? ანუ პარტნიორული ურთიერთობა არსებობს, არიან ორი ადამიანი და ვნახოთ ვინ მოქმედებს მათზე. ჯერ არის თუ არა რაიმე ნეგატიური მოქმედება, დაქმედება, არის თუ არა ვინმე წინააღმდეგი თქვენი ურთიერთობის და მერე ვნახოთ ვინ არის, ხო, ვინ ან რა არის. მოდით გავაკეთოთ ვარიანტები. პირველი ვარიანტი, მე მგონი ჩანს, ცოტა ისე მოვწევ. მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. იმისთვის, რომ უფრო კარგად გამოჩნდეს ეს ყველაფერი, გავაკეთოთ ესეთი. მოდით ესე გავაკეთოთ. ჩვენ ბავშვობაში იყო ესეთი მატრიოშკა. მოდით და ესე გამოვიყენოთ დღეს რაღაცა ჩვენ ბავშვობა გავიხსენოთ. დიდი, საშუალო და პატარა. აბა ვნახოთ. დიდი, საშუალო, პატარა. ხო? რომელი მატრიოშკაც უფრო მოგეწონებათ. ის აირჩიეთ და ვნახოთ ვინ მეერევა თუ არა თქვენს ურთიერთობაში და ვინ არის ეს ადამიანი, ხო? ან სიტუაცია იქნება, სულაც არ არის ადამიანი. იმედი აირჩიეთ, თუ ვერ აირჩიეთ, დააპაუზეთ და მერე გააგრძელეთ ყურება, მე გადავდებ. პირველ ვარიანტს დავიტოვებ. მეორე ვარიანტს რო არ გამოჩნდეს, მოდით ესე დავაწვევ. და მესამე ვარიანტს და დავიწყოთ, ვინც ყველაზე დიდი უფროსი აირჩია. თქვენს ურთიერთობაში ვინ ან რა, ვინ ერევა. კი არა და ერევიან თუ არა და მოდით ესე ვიტყვი პირველი ვარიანტის მდგომარეობაში. აქ არის ესეთი სიტუაცია. აქ როგორც ჩანს, ან სამკუთხედ სიტუაციაში ხართ და ზუსტად იცით, რომ სამკუთხედ სიტუაციაში ხართ და მიუღებელ ურთიერთობაში ხართ, ან ყოველ შემთხვევაში თუ ზუსტად იცით, რომ ამ ადამიანს არ ყავს არავინ, ამ შემთხვევაში უკვე აშკარად არიან ადამიანები, ვინც თქვენს ურთიერთობაში ერევიან და ცდილობენ თქვენი ურთიერთობა იყოს რაღაცა მდგომარეობით შორს. მაგრამ კიდევ როგორი მომენტიც, აი აქ თქვენს ურთიერთობაში რატომღაც იცით რა არის, აი აქ ურთიერთობაში რატომღაც არ ვიცი რატომ მომივიდა ესე, მაგრამ თითქოს კონკრეტული ადამიანი ერევა, კონკრეტული მამაკაცი ერევა, ანუ ეს ხავის მხარეს არის ეს ჩარევა, ცოტა ესეთი მომენტია, მაგრამ აქ თითქოს პირველ ვარიანტთან მესამე პირები, რომლებიც არიან, ეს არიან კონკრეტული მამაკაცები, მამაკაცი უბრალოდ, რომელიც რაღაცნაირად ცდილობს, რომ თქვენს ურთიერთობაში ჩაერიოს, ხო, მესამე ადამიანი, ხა ხშირად მამაკაცებიც უყურებენ ხოლმე და შესაძლებელია თქვენს ურთიერთობაში რომელიმე ქალბატონთან კონკრეტული ადამიანი ცდილობს, რა ვიცი, ჩადგეს, იმიტომ რომ მასაც მოსწონს და ცდილობს, რომ რაღაცა მოხიბლოს, ხო, ეს ადამიანი. ქალბატონების მხრიდან აქაც რაღაც ცოტა ესეთი მომენტი არის, შეიძლება თქვათ რაღაცა ყოფილი ურთიერთობა, რომელიც არ განებევთ თავს, შეიძლება ითქვას, არ ანებევთ თქვენზე ფიქრებს, იმიტომ რომ მას აქვს თქვენამდე ემოციები და ცდილობს კონკრეტულად ჩარევას, ხო, რაღაცა არის ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად არის ადამიანი კონკრეტული,
რომელიც რაღაცნაირად ცდილობს, რომ თქვენთან მიმართებაში კვლავ მიეცეს შანსი და კვლავ დაიბრუნოს თქვენი ურთიერთობა. პირველი ვარიანტი კიდევ თუ არის. ანუ აქ როგორც მიჩვენებს, აი ყველანაირად ვცდილობ, რომ მოკლედ არის ესე ვთქვათ, აქ შეიძლება კიდევ ერთხელ ვიძახე, აქ არის ურთიერთობა, რომელიც ერთ-ერთი მხარე დაოჯახებულის მდგომარეობაც არის, ხო? აი რაღაცნაირად ალბათ უფრო მამაკაცი რახან არის აქ სამკუთხედი ურთიერთობა არის. თქვენ იცით ისედაც, რომ აქ არსებობს კონკრეტული ადამიანი, ვინც ერევა, ხო? თუ კიდევ ერთხელ ვძახით, თუ დარწმუნებული ხართ, რომ კონკრეტული ადამიანი არ არის ეს თქვენს ურთიერთობაში, მაშინ ერევა სიტუაცია. ერთი არის კონკრეტული პიროვნება, მამაკაცი, რომელიც ცდილობს, რომ ხელი შეგიშალოთ ეხლა თქვათ თქვენს ურთიერთობაში და იმიტომ რომ მას უნდა დაბრუნება თქვენთან და მეორე არის ეს მომენტი, როდესაც ამ ურთიერთობაში ოჯახი ერევა, იმიტომ რომ თქვათ თვლიან, რომ თქვენი ურთიერთობა არ არის ის ურთიერთობა, რომელიც უნდა შედგეს და ბოლომდე დასრულდეს, ხო? აი პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, კონკრეტული ადამიანიც ამოვიდა და მოაწყო ოჯახური მდგომარეობაც, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენი ურთიერთობა წინ წავიდეს, ხო? ესე რომ ვთქვათ, კონკრეტულად ერევიან და ერევა ეს მდგომარეობა, ხო? კონკრეტული პიროვნება და ოჯახი. მოკლედ პირველი ვარიანტი სამწუხაროა, რომ თქვენს ურთიერთობაში ნამდვილად ერევიან სხვა ადამიანები. პირველ ვარიანტს გადავდებთ, მოდით ხავნახოთ. შუათანას მატროშკა დასიტყვის ერევიან თუ არა თქვენს ურთიერთობაში. ერევიან თუ არა თქვენს ურთიერთობაში. ესეთ რა არის, აი აქ მე ესე ვიტყოდი, რომ არც არავინ არ ერევა დიდად. უბრალოდ აქ შეიძლება ძალიან ახალი ურთიერთობა. აქ რაღაცა ძალიან ახალი ურთიერთობა, ან მეორე მხრივ არის კიდე იცით როგორი მომენტი, რომ აი კონფლიქტი ვინ ვის აჯობებდა, ხო? აი ვინ ვიზე მაგარი იქნებოდა. აი მეორე ვარიანტთან ესე კონკრეტული ადამიანი ხმლების და იცით რა არის, აქ მე მგონი თქვენ თვითონ ხართ. ესე ვიტყოდი, აქ იცით რა არის, აქ უფრო მიჩვენებს, რომ აქ თქვენ ხართ. თქვენ თვითონ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც რაღაცნაირად ვერ შეაწყვეს ურთიერთობა ბოლომდე, რაღაცნაირად ერთმანეთს არ დაუთმეთ, ერთმანეთს არ მიეცით. ნუ აი ერთი მხარე ვთქვათ, ქალბატონი უფრო რაღაცა ცოტა ისეთი მომთხოვნია და რაღაცა სულ გონებაზე ორიენტირებული და მამაკაცი უფრო ცოტა ისეთი მატერიალზეა გადასული, დაღლილია უკვე შრომისგან, რაღაცა სიტუაციებისგან, უკვე რაღაცის დამტკიცებისგან, რომ ვთქვათ სულ აქვს სურვილი თქვენთან უნდა და აქ თითქოს როგორი მომენტია, ესეთ აი არ ვიცი, მეორე ვარიანტი, ვინ უშლის ხელს თქვენს ურთიერთობას, ხო? ვინმე მოქმედებს თუ არა ნეგატიურად, აქ არც არავინ არ მოქმედებს, ესე შეიძლება ვთქვა, აქ თითქოს თქვენ თვითონ ჩახსაით და თქვენთან ჩაჭერით და თქვენი ხასიათებიდან და თქვენი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე არის აქ სიტუაცია ესეთ მდგომარეობაში, ვთქვათ, თუ ფიქრობთ, რომ ვინმე დაგინგრიათ, აქ კარგად გადახედეთ თქვენს ხასიათებს მეორე ვარიანტის წარმომადგენლებმა, იმიტომ რომ აქ თითქოს რაღაცნაირად ადამიანი გადაიწვა ამდენი მუშაობით, ამდენი შრომით, ამდენი ცდილობით, ამდენი ბრძოლით იმასთან მიმართებაში, რომ თქვენ თუ ის, რომელი უფრო ძლიერი ხართ, ხო? აქ თითქოს ორი ძლიერი ადამიანის შეჯახება მოხდა და ნუ საბოლოო ჯამში თქვენი ურთიერთობა რაღაცა წავიდა წარსულისკენ, ხო? რაღაცა თქვენი ემოციები, რაღაცა
დასრულდა. მეორეს მხრივ შეიძლება ითქვას, რომ არის ახალი ურთიერთობა, სადაც ჯერჯერობით ხდება ერთმანეთის გაცნობის მდგომარეობა, ხო? სადაც ჯერ არ არის ბოლომდე გარკვეული არაფერი, რაღაც ყველას თავთავისი პრობლემები აქვს და ჯერ უბრალოდ რაღაცა დაკვირვების პროცესში ხართ და აქედან გამომდინარე არც ვითარდება, იმიტომ რომ თქვენი საქმეები გაქვთ, მისი საქმეები და რაღაცა ესეთი მომენტი, მაგრამ აქ უფრო მე რაღაც პირველი ვარიანტი რაც გითხარით, ეს არის რომ აქ ერთმანეთთან ურთიერთობით დაიღალეთ. აქ მოხდა წყვილ შორის ემოციური გამოცვლა და ცოტა ხანი შეიძლება ითქვას, რომ თუ თქვენ რაღაც პაუზაზე ფიქრობთ გასვლას, ამ პაუზამაც შეიძლება რომ იმოქმედოს კარგად და თავიდან დაიწყოთ ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაცა მაინც ახლის ენერგიაც მოდის და არის მომენტი ხოლმე, როდესაც სჭირდებათ წყვილს პაუზაზე გასვლა. მეორე ვარიანტი არა. აქ კონკრეტულად არავინ არ იღებს მონაწილეობას თქვენი ცხოვრების დაშლაზე, აქ თქვენ თვითონ რაღაცნაირად აძლევთ საკუთარ თავს უფლებას. და მესამე ვარიანტი, ვინც ეს პაწუკა ირჩია, ნახოთ კონკრეტულად არის თუ არა ვინმე და მესამე ვარიანტიც სამწუხაროდ არის. კონკრეტულად არის ადამიანი, ქალბატონი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად არის გასაიდუმლოებით. ესე ვიტყოდი, რომ თითქოს არც ჩანს ეს ადამიანი, დაფარული ადამიანი არის თითქოს, რომელიც ყველა თქვენ წარმატებას და ყველა თქვენს გამარჯვებას და თქვენს ურთიერთობაში ბედნიერებას ძალიან შორიდან აკვირდება, ხო, რაღაცა მომენტში შორიდანაც არა, შეიძლება ახლოდან აკვირდება, მაგრამ რაღაცნაირად უყურებს ცოტა ესეთი მდგომარეობით, ხო, რატო ხართ ბედნიერი, რატო მოდის ყველაფერი რაღაცა ემოციები, რატო გაქვთ და ასე შემდეგ, ხო, აქ არის ადამიანი, რომელსაც ესე ვიტყოდი, შეიძლება ძალიან ბევრჯერ დახმარები ხართ, შეიძლება ძალიან ბევრჯერ გაგიწვდიათ ხელი ამ ადამიანისთვის ემოციური სიტუაციის დროს, ხო, როდესაც ადამიანი მძიმე მდგომარეობაში არის, მატერიალურად, სულიერად, რაღაცა ამოგიყვანიათ და დაგიყენებიათ გვერდით, ხო, აქ ადამიანი აშკარად ეხლა შეიძლება ამ ადამიანთან რაღაცა მომენტში პაუზაც აკაკთ. ნახეთ, ეს ადამიანი, ვინც თან ესეთი შორიდან გაკვირდებათ, როგორც ჩანს და ცდილობს, რომ თქვენ ურთიერთობაში ჩაერო, შეიძლება რაღაცა ლოცვებს კითხულობდეს, შეიძლება რაღაცას ისეთ ნეგატიურს სურვილებს გიგზავნიდეთ, ხო? ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი არის ქალბატონი, რომელთანაც თქვენ გქონდათ ურთიერთობა, რომელთაც თქვენ არაერთხელ დახმარები ხართ, კიდევ ერთხელ გეტყვით, მაგრამ დღესდღეობით კომუნიკაცია ნამდვილად არ გაქვთ. ეს ადამიანი თulis რომ თქვენ არ უნდა იყოთ რაღაცა წარმატებული, ხო? მას ესე ვიტყოდი, რომ მას მე მგონი თქვენი შულს, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა იმპერატრიცის ენერგიებით ამოდიხართ და ამ ადამიანს იმის მდგომარეობა შულს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ, თქვენ შეგიძლიათ ხელი გაუწოდოთ, თქვენ შეგიძლიათ რაღაცა ემოციები მისცეთ, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, ხა უბრალოდ ხანდახან არის, რომ ადამიანმა რომ მოგვისმინოს, ეგეც საჭიროა და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აქ ადამიანი კი, ნამდვილად არის კონკრეტული ქალბატონი, რომელიც აი მაქსიმალურად თითქოს იცით რა მომენტი არის, აი ამ ქალბატონს, არ ვიცი, ყველაზე მეტი რატომღაც მატერიალური დახმარება გამოვიდა მესამე ვარიანტთან. თითქოს აი რაღაც მომენტში არ ვიცი, რა გონია, რომ ფინანსურად რაღაცა ძალიან ისეთი მდგომარეობა გაქვთ, ემოციურადაც ძალიან კარგი მდგომარეობა გაქვთ და თქვენ წარმატებული ხართ, გამარჯვებული ხართ, ბედნიერი ხართ და არ უნდა იყოთ ბედნიერი. აი, არ ვიცი, აქ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა შურის მომენტიც არის, მეორე მომენტში არის ის მომენტიც, რომ
თქვათ ცდილობს რომ თქვენი მსგავსება იყოს ეს ადამიანი რაღაცა კავშირი აქვს თითქოს ხო რაღაცა თქვენნაირი უნდა რომ იყოს. ნუ ყოველ შემთხვევაში არის აქ მესამე ვარიანტი სამწუხაროდ თქვენს ურთიერთობაში არიან ადამიანები რომლებიც ცდილობენ ოღონდ დაფარულად ოღონდ შორიდან ოღონდ რაღაცა ესე მოპარულად თქვენი ენერგიების წაღებას და კიდევ ერთხელ გავდოთ ეს ადამიანი არის კონკრეტული ქალბატონი, ვისაც ძალიან ხშირად დახმარები ხართ მატერიალური კუთხით და ძალიან ამ ეტაპზე უბრალოდ შეიძლება რაღაცა პატარა კონფლიქტური მომენტიც აქვს და გაცილებული მდგომარეობაც გაქვთ ხო რაღაცა თქვენთვის ხართ ის თავისთვის ხო რაღაცა ეს მომენტი იკითხება მესამე ვარიანტში. მოკლედ ესე გამოვიდა სამი ვარიანტი. მე ბედნიერი ურთიერთობებს გისურვებთ, იმედია რომ ყველა თავის ადგილს იპოვის და ისწავლის და არ შექმნიან სხვა დროს და მიხვდებიან რომ ცხოვრება ძალიან სამართლიანია და ყველაფერი ბუმერანგით შეიძლება დაუბრუნდეთ და სწორ გზაზე დადგებიან და გაანალიზებენ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ბედნიერი ურთიერთობები თითოეულ თქვენთაგანს მადლობა.